საღამო მშვიდობის დღეს თავგადასავლის სტუმარი, ჩემი კოლეგა, ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია, რომლის ცხოვრებაც სავსეა საინტერესო თავგადასავლებით. ვახო, ყველანაირი ზედმეტი შესავლის გარეშე დავიწყებ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩემი სტუმარი ხარ და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მიხარია, რომ 5 დღის მერე დაგვიბრუნდი და ხარ თავისუფალი. იმ 5 დღიან პატიმრობაზე და ზოგადად შენ შეუპოვარ ბრძოლაზე ამ რეჟიმთან აუცილებლად ვისაუბრეთ და დავუბრუნდებით. მე მინდა დავიწყოთ საუბარი შენი ბავშვობით. აფხაზეთით, გულრიფშით, სანაიების დიდი ოჯახით და აი ბედნიერი მოგონებებით, რომელიც სამწუხაროდ მხოლოდ 8 წლამდე გაგრძელდა. დიდი მადლობა, ძალიან მიხარია რომ გადაცემის სტუმარი ვარ. ძალიან მიყვარს ეს გადაცემა და ყოველთვის ყურადღებით ვუსმენ და საერთოდ სხვა კუთხით დავინახე არაერთი ადამიანი და შენი დამსახურება. რაც შეეხება ბავშვობას, აი შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვობა, როგორც ასეთი, მაინც აი 8 წლამდე გაგრძელდა. ვიდრე იქ ვიყავ, იმიტომ რომ საერთოდ სხვა ეტაპი დაიწყო. კი, ბავშვი ვიყავი, რასაც თან ახლავს თავისი სიხარული და ბევრი სხვა ფაქტორი შემდეგაც, მაგრამ აი ეს 8 წელი მაინც რაღაცნაირი მიჯნა აღმოჩნდა. სამწუხაროდ. აი ასე მოხდა ბუნებრივად. და ბევრი ბავშვის ცხოვრებაში მოხდა ეს. აი ბავშვობა ცოტა უფრო პატარა ასაკში დასრულდა, ვიდრე სრულდება ხოლმე. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკავშირდება ომს. ის ერთი წელი, რომელიც აი ომის პერიოდში გავატარე აფხაზეთში, შემიძლია ვთქვა, რომ მაინც იყო ბავშვობა. რაღაცნაირად სიმძაფრესაც აღიქვამ, დიდი ცვლილება ხდება, აი კატაკლიზმი ხდება შენ ცხოვრებაში, ყველაფერი იცვლება ომის დაწყებასთან ერთად. მაგრამ აი ვიდრე ეს ომი მიმდინარეობს, მაინც ბავშვურად უყურებ. ხო, ნუ იმ სიმძაფრეს ვერ ხდები, რაც არის, ხო, რეალურად მოგესალმებით. თავრდება და შემდეგ სრულიად სხვა გარემოში გრძელდება ცხოვრება, სრულიად სხვა გამოწვევებია. სრულიად სხვა ადამიანები, რომელსაც იქამდე არ იცნობდი და უცებ თითქოს ფესვებიანად ამოიღეს შენი ოჯახი და უამრავი ოჯახი და სადღაც სხვაგან გადარგეს. ოღონდ იქ საფუძველი თავიდან უნდა შექმნა ყველაფრის და ეს ძალიან რთული პროცესია. აი თავად ომის დაწყების დღეც მახსოვს 14 აგვისტო, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, ძალიან ისეთი ელდა იყო. აი სრულიად მოულოდნელად ამოყირავდა ყველაფერი, მაგრამ თანდათან შევეჩვიეთ აი ამ პირობებში ცხოვრებას. აი მაგალითად სროლის ხმა თუ კი აშფოთებდა ადამიანებს პირველ დღეებში, შემდეგ თანდათან ეს იმდენად ბუნებრივი ფონი იყო ჩვენთვის, რომ გვიკვირდა ხოლმე თუ კი ეს სროლა აღარ იყო და აგვიანებდა და მაგრამ ხალხიც რაღაცნაირად კიდევ უფრო შეკავშირებული გახდა. მე საერთოდ სულ ვამბობ, რომ ერთი ოჯახის გარშემო, ერთი ადამიანის გარშემო ტრაგედია და სიმძიმე ეს კიდევ უფრო სხვა მასშტაბის რამაა. კონკრეტულად ინდივიდისთვის. მაგრამ აი როდესაც გარშემო ყველა შენს მდგომარეობაშია, ეს თითქოს ანაწილებს აი ამ სიმძიმეს. ანუ მარტო შენ არ ახარ. სხვებიც არიან, აი დევნილობაში მაგალითად თუ კი ადამიანი დაკარგავს სახლს, ყველაფერს დაკარგავს, ეს ერთი ოჯახისთვის
კიდევ უფრო მძიმე გადასატანია, ვიდრე როდესაც ხედავს რომ გარშემო ბევრი ვართ და ყველანი ამ ბედქვეშ ვართ. მერე უკვე ბავშვისთვის იწყება აი ესეთი რაღაცები, აი ტყვიებს აგროვებ, ჯარისკაცებთან ურთიერთობა, კი, აი მახსენდება უკვე წყობრიდან გამოსული ჯავშან ტრანსპორტიორი სადღაც იქით მოშორებით ჩვენი სახლისგან ეყენა, ის აღარ გამოდგებოდა ომში, მაგრამ იქ იყო საწვავი და აი ამ მუშუკობის დროს როგორ მივდიოდით და ნელ-ნელა ამოქონდა იქიდან საწვავი იმისთვის, რომ ჭრაქი გქონოდა მაგალითად ღამე და ეს ბავშვს უცხოველებს ინტერესს გარესამყაროს მიმართ, მაგრამ იმ წუთას ბოლომდე ვერ აღიქვამ სინამდვილეში რამხელა ტრაგედია ხდება. იყო მომენტები აი ამ ომის დროს, როდესაც ცეცხლი შეწყდებოდა, ადამიანები ან ვიდრე ცხელი ფაზა იყო, ზოგიერთი, ვთქვათ, განსაკუთრებით მძიმე ბრძოლების ადგილებში თუ ცხოვრობდა, მაგალითად, ცოლს და შვილებს, ბებიას, ბაბუას გაარიდებდა, ხო, ცოტა ხნით და მე როდესაც ცეცხლი შეწყდებოდა, აბრუნებდნენ ისევ თავიანთ ოჯახებში, ვთქვათ, აი კაცები რჩებოდნენ ძირითადად და შემდეგ აბრუნებდნენ მათ, მაგრამ ხო, და როდესაც უკვე დადგა 27 სექტემბერი, მაშინაც ეს განცდა იყო, რომ ადამიანები მიდიოდნენ ძალიან მცირე ხნით. ზოგიერთი იმაზეც კი არ ფიქრობდა, რომ რამე იქიდან წაიღო. ზოგიერთი კი არა აბსოლუტურად. ანუ ბოლომდე რეალურად ბევრჯერ მომისმენია სხვადასხვა ადამიანისგან, აფხაზეთიდან დევნილი ადამიანისგან აი ეს ისტორიები და ბოლომდე არავინ არ უშვებდა თითქოს იმას, რომ აი საბოლოოდ მოუწევდა საკუთარი სახლების დატოვება. ეს სრულიად წარმოუდგენელი იყო. სრულიად წარმოუდგენელი იყო და ამისი ყველაზე ისეთი ნათელი დასკვნილი. აი თქვენი ოჯახიც რეალურად აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში, რომ თქვენ დატოვეთ 27 სექტემბერს. რა თქმა უნდა, ჩვენ დავტოვეთ 27 სექტემბერს, რა თქმა უნდა ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მე გეტყვი. მაგალითად დედაჩემმა რაღაც ჭიქები ქონდა, რომელიც ძალიან უყვარდა. და ეს ამ ჭიქებს თავი მოუყარა და სადღაც მიფარებულში დადო, აი რომ დაბრუნდებოდით, იმას ამ სადღაც კიბესთან დადო, ისეთ ადგილას, რომ თითქოს ვერ იპოვიდნენ. თუ ვინმე იქ მივიდო და ბებიაჩემმა წამოიღო ეს მოსაფარებელი მხარზე და მთელი ცხოვრება მე ამ მოსაფარებელს მისტიროდა, იმიტომ რომ გემზე დაკარგა. არაფერი წამოგვიღია საერთოდ. გარდა ფოტოალბომებისა, რომელიც სვანეთის გზაზე, აი ამ უღელტეხილზე, როდესაც გადმოდიოდა ხალხი, იქ დაიკარგა. აქედან გამომდინარე ბავშვობის ფოტოები მე არ მქონდა და ნათესავებს თითოეულა გამოვართვი რომ მენახა როგორი ბავშვი ვიყავი უკვე მოზრდილ ასაკში და მაინტერესა და სხვა არაფერი წამოგვიღებდა ეს გონებაში საერთოდ არ იყო რომ ჩვენ წლების განმავლობაში მოგვიწევდა დევნილობაში ყოფნა და მით უმეტეს იმდენი წლით რამდენიც გავიდა, თუმცა რა თქმა უნდა, ერთი წამი არ არის, როდესაც ჩვენ ეს იმედი არ აგვაქვს, რომ იქ დავბრუნდებით აუცილებლად, მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მაგრამ რომ მივუბრუნდე იმ წლებს, იმ ერთ ძალიან მძიმე წელს, როდესაც 13 თვის განმავლობაში მიდიოდა ეს ომი, ბავშვობა მაინც ინარჩუნებდა თავის სახეს. ეს იყო შენი რაც მოყევი, ანუ რაც ილაპარაკე, ეს იყო ბავშვის პატარა ვახოს აღქმა ომის, ხო? და იმ სიტუაციის რაც ხდებოდა. აი ომამდე მინდა რომ გაიხსენო შენი ბავშვობა. სხვათა შორის ცელქი ვიყავი, აი ძალიან მიჭირს დავახასიათო ხო რაღაც სხვადასხვა ისეთი თვისება მქონდა, ანუ ცელქი ვიყავი. ცალსახად, მაგრამ თან მორიდებული ბავშვიც ვიყავი და ეს არ ვიცი ერთმანეთს როგორ ეთავსებოდა. იმდენად ცელქი ვიყავი, ხან ფეხი მქონდა მოტეხილი, ხან ხელი მქონდა მოტეხილი, ხან ეგერ თავი გავიტეხე სადღაც ავძვერი და დამეცა რაღაცა რკინა თავში. მე ვიზრდებოდი, მე მზდიდა პრაქტიკულად ჩემი ბებია. დედაჩემის დედა, რომელიც აი გადაყოლილი იყო
შვილიშვილებს და მე როგორც ყველაზე პატარას ოჯახში განსაკუთრებული ყურადღება მეკცეოდა და ეს უკვე შემდეგ წლებშიც როდესაც ასაკი მომემატა გავხდი თქვა 10-11 წლის უკვე როცა საქეთ ვიყავით ენგურსაქეთ დედაჩემი და მამაჩემი როდესაც ცდილობდნენ რომ რაღაც საკვების შესაძლებლობა გქონოდა სულ მუშაობდნენ უკვე დევნილობის პერიოდშიც აი ბებიაჩემი მეუბნებოდა რომ სანამ მოვლენ დედა და мама არ წახვიდე და ნუ მე რა თქმა უნდა სულ ვიპარებოდი ხან ფეხბურთის სათამაშოდ ხან რის სათამაშოდ და სახლში მეთამაშებოდა ფეხბურთს აი მე ჩავდგები კარშიო მეუბნებოდა შენ დაარტყი რამდენჯერაც გინდა და აი რომ მოვლენი დედა და мама მე სადაც გინდა იქ პასუხისმგებლობა ჰქონდა ბებია მზრდიდა უმეტესად ჩვენ აი მახსოვს გულრიფში ვიზდებოდი სოხუმი მახსოვს ცოტათი კმამი და ჩემი ცხოვრობდა მახსოვს მერხეული სადაც ბოლო დღეებშიც ვიყავით ომის ბოლო დღეებში და იქ მოგვიწია რამდენიმე დღის გატარება დრანდა მახსოვს რომელიც არის სოხუმთან ახლოს ხო გულრიფშია და დედა ჩემი იქიდან არის და ზღვა მახსოვს ძალიან კარგად იმიტომ რომ ძალიან ახლოს იყო ჩვენ სახლთან და რაღაც ისტორიები რაც ამას თან ახლავს აი როგორი რაღაც მახსოვს მაგალითად იქ როდესაც გამოივლიდნენ ჯარისკაცები ბავშვები ხილს უგროვებდით და ვაძლევდით ხოლმე და აი ძალიან გვიხაროდა მათთან კომუნიკაცია იმიტომ რომ ომში მყოფი ბავშვი არის ცხოვრობს ომით და აი ზუსტად ესე ბავშვურადაც აღიქვამს მაგრამ აი ომით ცხოვრობს მახსოვს ჩემი ძმა იქ ომში გიორგი რომელიც იყო 17 წლის და იქიდან სტატიებს ჯარისკაცებთან იყო ფრონტზე იყო სულ და იქიდან წერდა ხოლმე სტატიებს ქართული პრესისთვის აქეთ გზავნიდა თბილისში აი ეს არის რაც მახსოვს სკოლა მახსოვს ჩემი სკოლა მახსოვს როგორ შევედი სკოლაში ეს მახსოვს მე მახსოვს როგორ მოხვდა რაც ეს ეგრეთ წოდებული სნარიადი ჩვენ სკოლას ესენი მახსოვს აი ფრაგმენტებია, მაგრამ საიდანაც ვკრავ რაღაც ისტორიას ჩემი ბავშვობის და შემდეგ უკვე აი განსაკუთრებით ინტერნეტის სამყაროში შესაძლებელია რაღაც მასალები მოიპოვო იქიდან ვიდეო მასალები მე ხანდახან Facebook-ზე ვდებ ხოლმე და როდესაც სხვათა შორის იცი რომელი ვიდეო მომიტივტივდა ეხა შენ თქვენი სახლის ვიდეო და ვინ ცხოვრობს ახლა ამ სახლში? ხან ვინ ცხოვრობდა, ხან ვინ ამდენი წლის განმავლობაში, ახლა კიდევ ვიღაც ცხოვრობს. ანუ ცხოვრობენ. კი, და ეს იქ ორი სახლი ქონდა, ერთი პატარა სახლი რაც იყო ის დაანგრეულია მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ მეორე უფრო დიდი სახლი ნორმალურ მდგომარეობაშია, იმიტომ რომ როდესაც ცხოვრობს ვიღაც ის ბუნებრივია ზრუნავს იმაზე რომ არ დაინგრეს ხო იმიტომ არა რომ ჩვენ შეგვინდა თავისთვის აი ეს ვიდეო როდესაც ვნახე ინტერნეტში იქ ვიღაც იღებდა დოკუმენტურ ფილმს და ვუყურებ ახლა ამ დოკუმენტურ ფილმს, მაინტერესებს ამ გულრიფშია და მაინტერესებს რა ხდება. იქ ლიტერატურული სახლი იყო და მოკლედ გულრიფში იქცევდა ყურადღებას ჟურნალისტების, დოკუმენტალისტების და ზუსტად ჩემს ჭიშკართან იყო გაჩერებული ეს ადამიანი, რომელიც იღებდა გულრიფში. აი გიყვები 2019 წლის ამბავს და აი დავინახე ჩემი სახლი. მე დრონით გადაღებული კადრები გავრცელდა გულრიფშის და აღმოჩნდა რომ ყველაფერი მახსოვს ჩემს ქუჩასთან დაკავშირებით ვინ სად ცხოვრობდა განსაკუთრებით ჩემს ახლო სამეზობლოში ეს სანაპირო ყველაფერი მახსოვს და იცი როგორი შეგრძნება აი თითქოს რაღაც სიზმარია ეს ყველაფერი თითქოს რაღაც ცალკე ცხოვრება არსებობდა კიდევ საიდანაც გახსოვს ფრაგმენტები აი როდესაც გაგეღვიძება და შეკოწიწებას ცდილობს სიზმრიდან ფრაგმენტების აი ესეთია რაღაც გაორებული შეგრძნებაა იქაც ხარ და აქაც ხარ ერთდროულად და არ გტოვებს სურვილი და ოცნება იმის რომ აი იქ როგორღაც აღმოჩნდე შენს სახლში და დავაკვირდი რატომ დავიწყე ამ ზემოდან დრონით გადაღებული ვიდეო კადრების მოყოლა ჩვენ როდესაც წამოვედით სახლის წინ იყო დარგული პალმა რომელიც ვნახე რომ დგას და გაზრდილა
ამასობაში და აი მან მივხვდი როგორ გადის დრო სინამდვილეში ძალიან სწრაფად და აი ის რაც მახსოვდა ბედნიერება ის რომ რაც მახსოვდა ის ზუსტად ისე იყო და მე ჩემი ფანტაზიის ნაყოფი არ ყოფილა და ძალიან ემოციური იყო თათია რა იცი მე მახსოვდა სად იყო გიორგის ფანჯარა ჩვენი სახლის და აი ეს რო დავინახე რომ აი ზუსტად მახსოვდა რომ იქ იყო ეს ფანჯარა სხვა ფანჯარა სხვაგან იყო ეს რო დავინახე არ ვიცი აი ცრემლები წამომივიდა იმიტომ რომ ძალიან ემოციურია აი ძალიან ემოციურია თუმცა იცი რომ სადღაც დაიწყო შენი ცხოვრება რაღაცა პერიოდი გრძელდებოდა და მე რადიკალურად შეიცვალა და არ გაქვს შესაძლებლობა რომ ის კიდევ ერთხელ ნახო ცხოვრება დევნილობაში წამოხვედით, ნუ იძულებულები გახდით, რომ წამოსულიყავით. აი, როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება დევნილობაში? ხა პატარა იყავი, გასაგებია, მაგრამ ნუ თავის დამკვიდრება პატარა ბავშვსაც სჭირდება, ხო? კი. აი ეს დევნილობის პერიოდზეც რომ მომიყვა. ძალიან რთულად დაიწყო ჩვენ ვინ შეგიფარად? კი, აი უკრაინული გემით, როდესაც წამოვედით 27 სექტემბერს, ორი გემი გამოვიდა, ერთი გულრიფშიდან, ერთი სოხუმიდან. ჩვენ გულრიფშიდან გამოვედით და ფოთში ჩამოვიდა ეს გემი და მახსოვს, აი მომენტი მახსოვს, როდესაც სხვა რაღაც დაიწყო და უკვე მივხვდი რომ რაღაც სხვა ხდება, იმიტომ რომ გარშემოც უკვე ბევრი ხალხი არის, ვინც იქიდან წამოვიდა, უჩვეულოდ ბევრი და მახსოვს ეპიზოდი ფოთში, როდესაც ვისხედით რაღაც ტროტუარი იყო და თეთრი პური მოიტანეს, რომელიც იყო უმარილო, საერთოდ არ ქონდა მარილი და ეს თეთრი პური დაარიგეს დევნილებისთვის და აი ეგ არის ჩემთვის მომენტი, როდესაც რაღაც სხვა ეტაპი დაიწყო. დედა სადღაც სხვაგან, მამა სადღაც სხვაგან ისე მოხდა რომ დავიფანტეთ აი პერიოდში, იმიტომ რომ ჯერ ჩვენ გამოგვიშვეს მე, ბებია და ჩემი შუათანაძმა წამოვედით. გიორგი იყო ომში. რომლის შესახებაც ასევე არ ვიცოდი. გიორგი თან მალავდა მშობლებისგან, იმიტომ 17 წლის იყო და ზოგჯერ როდესაც მშობლებს ეგონათ რომ გიორგი თბილისში იყო, ის სინამდვილეში იყო ფრონტზე და იქიდან მასალას ამზადებდა. დედა ჩემი და მამა ჩემი ნაწილი სვანეთით წამოვიდა ოჯახი აი საშინელ მძიმე გზაზე, ნაწილი ჩვენ გემით, გიორგი კიდევ ცალკე და ერთი სიტყვით იმის თქმა მინდა რომ აი ფოთში რომ ვიგრძენი რომ რაღაც სხვა იწყებოდა და არ ვიცოდით სად წავსულიყავით და მე ბებია ჩემმა თქვა რომ წავიდეთ ხონში, სოფელ მათხოჩში, საიდანაც ის არის, ის იყო წარმოშობით. მოგვიწია ფოთიდან ჯერ სამტრედიაში ჩასვლა, სამტრედიიდან ხონში, მე ხონიდან მათხოჯამდე 7 კილომეტრია თუ არ ვცდები ეს ფეხით გავიარეთ. მივედით ბებია ჩემის ძველ სახლში, სადაც მისი და და დიშვილი ცხოვრობდნენ. იქ ვიყავით გარკვეული პერიოდი, ვიდრე მოვახერხებდით ეს დაგსაქსული ოჯახი შეკრებას საბოლოო ჯამში, იმიტომ ყველგან მასად იყო ან რაღაც ტელეფონი ან რაღაც ყველგან ერთმანეთს ვეძებდით და საბოლოო ჯამში იქ მოვიყარეთ შემდეგ კარგა ხნის შემდეგ თავი და ეს ძალიან დიდი სიხარული იყო დედა ჩემი რომ დავინახე ენა ჩამივარ და ვერაფერს ვერ ვამბობდი და მხოლოდ ვტიროდი ისეთი მძიმე იყო როცა არ იცი სად არის დედა როცა შორს არის დედა როგორი მტკივნეულია ბავშვისთვის და როდესაც საერთოდ არ იცი სად არის ეს კიდევ უფრო მეტად მტკივნეულია და რაღაცნაირად ყველამ ერთად მოვიყარეთ თავი იქ დავდიოდი ცოტა ხანს სკოლაში მათხოჯის სკოლაში დავდიოდი ცოტა ხანს იქაურობა ძალიან მაინც ძალიან კარგად დამამახსოვრდა კარგი ხალხი იყო გარშემო სამეზობლო ყველაფერი მაგრამ აი როდესაც მშობლები არ არიან შენთან ერთად ეს ძალიან ძალიან რთულია და იქ უკვე ჩემი ბავშვობა მართლა დამთავრებული იყო და სხვა სიბრტყეში ვიყავით გადასული და მე საერთოდ ძალიან ბევრ სკოლაში მისწავლია ყავს ალბათ ყველაზე მეტი თანაკლასელი მსოფლიოში იმდენი სკოლა გამოვიცვალე საქართველოში იმიტომ სულ გვიწევდა გადასვლა სხვაგან მე გადავედით
იქიდან სამტრედიაში. არაჩვეულებრივმა ოჯახმა დაგვითმო ბინა და იქ ფანტასტიკური მეზობლები აღმოგვაჩნდა და აი როგორი ხალხი იცი თათი აი ხომ იცოდნენ რომ ჩვენ უკვე არაფერი გვებადა და აი საჭმელს ისე არ გააკეთებდნენ რომ არ მოეკითხეთ ისე აკეთებდნენ თან ამას ის კი არა რომ შენ რაღაცნაირად არ დათრგუნული რომ აი პური გამოვგზავნე ან ამას ისე აკეთებდნენ იმერლები ისე აკეთებდნენ რომ შენ ვერ გრძნობდი რაღაც იმას რომ აი ამას იმიტომ აკეთებს რომ აი შენ ძალიან გიჭირს არა ეს სულ სხვა იმერლებს ეგარეშლებათ სულ სხვანაირად კეთდებოდა ეს და ძალიან მადლობელი ვარ ამ ხალხის არაჩვეულებრივი ხალხის საერთოდ აი ეს თანადგომა და თანაგრძნობა რომ არა ალბათ კოშმარი იქნებოდა. და ზოგადად ეს თანაგრძნობა რომ არა, ალბათ აქამდე რომელზეც ახლა გვეუბნებიან რომ თურმე არ უნდა იყო თანაგრძნობა რომ არ ყოფილიყო, მე არ ვიცი ახლა საერთოდ სად ვიქნებოდით როგორც ერი. მე იქ კიდევ სხვა ოჯახმა დაგვითმო სახლი და გადავედით სხვა სახლში, იქ მე მომიწია კიდევ სხვა სკოლაში გადასვლა და იქაც არაჩვეულებრივ ყველა ეტაპზე შეგვხვდა გარშემო არაჩვეულებრივი საზოგადოება, რომელიც ზრუნავდა ჩვენზე და აი აქ ვიზრდებოდი იმ პირობებში, როდესაც სულ მიწევდა გადასვლა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე, ერთი სკოლიდან მეორე სკოლაზე. ეს ძალიან სტრესულია სინამდვილეში ბავშვისთვის, რომელიც ძალიან ბევრჯერ იცვლის სკოლას, თან არა თავისი სურვილით, არამედ რაღაც გარემოებების გამო ეს რთულია. ბევრმა გადაარჩინა ბევრი ოჯახი და სიცოცხლის ბოლომდე მათი მადლიერი ვიქნები არაჩვეულებრივი ხალხი, არაჩვეულებრივი ოჯახები და სიმდიდრე ამ სტრესთან ერთად არის ის, რომ ბევრი მეგობარი შევიძინე, იმდენი კლასელი იმყავდა. შენი მშობლები და ძმები გიორგის ვიცნობდი და ძალიან მიყვარდა, მაგრამ ვიდრე გიორგიზე ვისაუბრებთ, მოდი აი შენი და შენი მშობლების და ძმების ურთიერთობაც მაინტერესებს, იმიტომ რომ მამა აღარ არის, დედა წარმომიდგენია თან დღევანდელ სიტუაციაში როგორ ნერვიულობს წარმომიდგენია, მაგრამ აი როგორი ურთიერთობა გქონდათ, მკაცრები იყვნენ, თქვათ გაძლევდნენ თავისუფლებას თუ ეს ძალიან საინტერესო რამეა, როგორ ცვლის გარემო პირობები შემდეგ ურთიერთობებსაც. გიორგი ჩემზე 10 წლით უფროსი იყო, ჩემი შუათანაძმა 7 წლით უფროსია ჩემზე. მათ ზრდიდნენ საკმაოდ მკაცრად. მოთხოვნა გაკვეთილების და ძალიან მაგრად სწავლობდა ორივე. აი მამა ჩემი, რომელიც ეთერზეთების ქარხანაში მუშაობდა, ინჟინერი იყო და აი მთელი თავისი ცხოვრება ჩადო იქ, აი ამ თავის სამსახურში და თავგადაკლულად მუშაობდა, იმდენად უყვარდა თავისი საქმე. დედა ჩემიც სულ მუშაობდა და თავისი საქმე უყვარდა და აი არ მახსოვს მე როდესაც ისინი სახლში ბრუნდებოდნენ, მამა ჩემი ყოველთვის მოდიოდა წიგნით. ყოველ დღე, ჩვენ სახლში იყო წიგნის კულტი. ყოველ დღე მოქონდა რაღაც ახალი წიგნი, გაზეთები, აი ჩვენთან სულ ეს იყო. და გიორგი კითხულობდა წარმომუდგენლად ბევრს. აი მე რაც დამამახსოვრდა, მისი ოთახი სულ წიგნებით იყო გატენილი და როდესაც უკვე თბილისშიც იყო, მე რო შევიპარებოდი ხოლმე მის ოთახში, სულ იყო წიგნები. სულ წიგნები იყო და აი ბავშვობიდან ეს არის ეს იყო რომ მათ საკმაოდ კაცრად მამა ჩემი როდის დაბრუნდებოდა აი ამ გაკვეთილებს იბარებდა ხოლმე ხო და ძალიან მაგრად სწავლობდნენ მაშინ ხუთები იყო ფრიადები იყო და ფრიადებზე სწავლობდნენ ახლა რაც შემეხება მე როდესაც ჯერში ვიყავი ჯერსერთი ნაბოლარა იყავი ნაბოლარა ხო და ეს კიდევ განებივრებენ მაგრამ აი როდესაც აი ეს დევნილობის პერიოდი დაემთხვა მილიონი სირთულე დაემთხვა აი ჩემ მიმართ კიდევ უფრო შერბილებული იყო დამოკიდებულება. ბავშვი რომელიც ამ ასაკში ამდენ რამეს გადაიტანს, მაძლევდნენ უფრო მეტ თავისუფლებას და ოღონდ წიგნები
პრესა იმდენად შემაყვარა, რომ მე ამას იქით ვეუბნებოდი. ანუ ფულს თუ მაძლევდა ეს იმისთვის, რომ გავქცეულიყავი და კიოსკში მეყიდა ფეხბურთის გაზეთები და ეს ამან მომცა ბევრი რამე შევიძინე აქედან. ამიტომ წიგნის კითხვაზე, გაზეთის კითხვაზე მე შეძახება არ მჭირდებოდა, ეს პირიქით იყო, ანუ ამას სულ ვითხოვდი. მაგრამ აი რაც შეეხება სკოლის პროგრამას, აქ მაინც და მაინც კაცრად არ მეკცეოდნენ და ამან სხვა შორის კიდევ უფრო მეტი დრო გამომითავისუფლდა და აი ოჯახში, გეგეშიძეების ოჯახი, რომლის მადლიერი ვიქნებით მთელი ცხოვრება სამტრედიაში, სადაც ცხოვრობდით, იქ ოჯახის უფროსმა დამიტოვა ბიბლიოთეკა, რომელიც იყო ჩემი საყვარელი ადგილი, აი ჩემი ცხოვრება იყოფოდა ყოველდღიურობა რამდენიმე ნაწილად. აი ეს ბიბლიოთეკა, სადაც შესვლა იყო აი 64 ჩემთვის, უამრავი წიგნით და ამას კითხულობდი ერთმანეთის მიყოლებით. იყო გარეთ ფეხბურთის თამაში ან სხვა ტიპის გართობა უკვე უბანში და სკოლა. ჩემმა მშობლებმა დაიწყეს ნულიდან ყველაფრის კეთება. აი, ყველაფრის კეთება ნულიდან დაიწყეს, აი იმისთვის, რომ ბავშვებს საჭმელი ქონოდათ. და რაღაც ელემენტარული ტანსაცმელი მაშინ იცი რა მახსოვს, აი 1 სექტემბერი ზოგადად იყო ერთგვარი სტრესიც ბავშვებისთვის მაშინ მახსოვს, არა მხოლოდ დევნილებისთვის, არა, ყველასთვის, მაშინ ისეთი წლები იყო, რომ ყველასთვის სტრესიც და სიხარულიც ბავშვებისთვის სადღაც, მაგრამ სტრესი რატომ? 1 სექტემბერი მაინც ისეთია, რომ უნდა რაღაც ახალი ტანსაცმლით უნდა წახვიდე სკოლაში და ეს მშობლებისთვისაც ისეთი სტრესი იყო ამ თელ გაჭირვებაში, რომ რაღაც აი მაშინ იყო ბოტას ყიდულობდნენ, თეთრი ბოტასი იყო და აი ეგ თუ ქონდა სკოლაში წელგამართული მიდიოდი, რაღაც ჯინსის შარვალი იყო ლურჯი და ზემოთ შეგეძლო პერანგი ჩაგეცვა და აი 2 სექტემბერსაც რაღაც ვარიაცია უნდა გაგეკეთებინა. ნუ მე უკვე აღარ. 3-დან მე მიდიოდა რაც გინდა ის ჩაიცვიდა. ჩემი და ის რო საკვები ქონოდათ ბავშვებს და სულ მუშაობდნენ ჩემი მშობლები, აი ცდილობდნენ რაღაც ისე ეშოვათ, რომ სახლში პურის ფული ყოფილიყო და მე თანდათან უფრო მეტიც, ანუ და სტაბილურ და ასე ვთქვათ, კვების საკითხი აღარ იდგა უკვე. ჩაცმა დიდად მაინც და მაინც ესეთი არ იყო, უფრო მეორე ხარისხოვანი საკითხი იყო. და ჩემთვის და ეს გამომყვა და ახლა მეუღლე მეჭუბება ხოლმე, რომ აი რა არის ეს, რა გაცვია საერთოდ და ჩემთვის აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს. აი მაშინ დაკარგა ფასი, როდესაც საერთოდ სხვა საჭიროებები იდგა და აი საერთოდ არ მაინტერესებს რა მაცვია. აი საერთოდ არ არის ეგ ჩემთვის პრიორიტეტების ასეულშიც კი. ეგ იქიდან გამოყოლილი. აი ბევრი რამე არის იქიდან გამოყოლილი. აი მაგალითად მამა ჩემის ეს თვისება გამოყვა. მანამდე ეს არსად არ მინახავს ჩვენს ოჯახში ასეთი. როდესაც ჩვენ ყველანი დავიძინებდით, მამა ჩემი აკრობდა ამ ელექტროენერგიას, ერთ ადგილას დატოვებდა, იმიტომ რომ ის წვავდა გადასახადი ელექტროენერგიის და ახლა მაქვს თვისება, რომ როდესაც ოჯახის წევრები დაიძინებენ, ყველგან ჩავაქრობ შუქს და პატარა შუქს დავტოვებ ძაღლისთვის. საჭმელს მიაგნოს. ანუ კვალს ტოვებს, იცი, ყველაფერში ტოვებს კვალს და ჩემს მეუღლეს უკვირს რატომ ვაქრობდი, უკვირდა რატომ ვაქრობდი და მე მიხვდა რატომაც ვაქრობ, ჩვევა უბრალოდ. აი მაგალითად აი ხომ არის რომ აი ეს რატომ არ არის საჭმელი დღეს, აი ეს მინდა და ის არ მინდა. ეგ ჩემთვის არ არსებობს საერთოდ. ნუ იმდენად მძიმე წლები იყო, იმდენად მძიმე წლები. აი მაგალითად რა მახსოვს. დედა ჩემმა იყიდა საკერავი მანქანა და ფქვილის ტომრები, რომელიც აი რაღაც ფქვილს რო გაყიდდა რაღაც ქარხანა თუ რაც იყო, აი პურის მაღაზია ან რამე გამოაცხობდა პურს და ეს ტომრები დარჩებოდა. ეს ტომრები დედა ჩემს მოჰქონდა და ამ ტომრებისგან კერავდა შემდეგ ჩანთებს, რომელიც ძალიან გამძლე იყო. და მე ამას იბარებდნენ ვიღაცები და ანუ იმის თქმა მინდა რომ არ ყოფილა საქმე, რომელიც შრომას მოითხოვს და არ გაეკეთებინათ ჩემს მშობლებს იმისთვის რომ ოჯახი
შეენახათ. და აქ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ერთი. აფხაზეთში ხალხი საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობდა. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მდიდარი მხარე იყო საქართველოსი და აი როგორი მძიმე ამერე ყველაფერი დაიწყო თავიდან და არ ითაკილო არანაირი შრომა. სხვა შორის თუ კი დევნილებმა შეძლეს რაღაცნაირად ამოსვლა ამ სოციალური შემიძლია ვთქვა, რომ აი სოციალური ნულიდან მატერიალური თვალსაზრისით, ხო? იმის გამო, რომ დადგნენ ეგზისტენციური პრობლემის წინაშე. და დევნილების შემდეგ აი ხშირად გამიგონია, რომ აი დევნილები მოძლიერდნენ ფინანსურად, ეს იმიტომ, რომ ბევრს შრომობდნენ. აი ძალიან ბევრს შრომობდნენ და ამან უზრუნველყო ის, რომ ფიზიკურად გადარჩა ხალხი და შეძლეს, რომ რაღაცა შვილისთვის ელემენტარულად იმის უზრუნველყოფა გაეკეთებინათ, რომ სკოლაში წასულიყო და რაღაცა სწავლა, ხო, რომ შემდეგ უმაღლესში ჩაბარება შეძლებოდათ. ანუ ბევრი რამე გაიარა ამ ხალხმა, მაგრამ ეს პრობლემები ახლაც არ არის აღმოფხვრილი. ახლაც ამდენი წლის შემდეგაც, იმიტომ რომ იმდენად ღრმა სოციალური ორმო იყო, ეს ადვილი არ არის, ეს ტრავმები ახლაც არსებობს, აი იმ გაჭირვების ტრავმები, თუმცა არ მინდა რაღაცნაირად განცალკევებულად ვილაპარაკო, მაინც მინდა მთელი საქართველო ამ მდგომარეობაში იყო მაშინ და ხო, თუმცა ის ადამიანები უფრო მეტად რთულად და მძიმედ, ვინც ყველაფერი დაკარგა. კი, მაგრამ ხო, რა თქმა უნდა, ეს უზარმაზარი ფაქტორია, თუმცა ყველას ნუ ყველას გვიჭირდა, მაგრამ ჩვენ სახლში ვცხოვრობდით, ხო, თბილისში. რა თქმა უნდა. და იმ ადამიანებს თქვენი სახლი უბრალოდ აღარ კი, და აი დედაჩემი და მამაჩემი აი უპატიოსნესი ადამიანები, აი რაც ყველაზე მთავარი ვისწავლე მათგან, არაფრით არ შეიძლება ხელი მოკიდო იმას, რაც შენი არ არის. ვინც არის ასე ვთქვათ გაჭირვებული, იმას უნდა დაეხმარო, რაც გაქვს, იმით უნდა დაეხმარო. შრომას მიგვაჩვიეს. ჩვენთვის მატერიალურ რაღაცებს არ აქვს მნიშვნელობა. აი საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ეხლა ფუფუნება უყვარს ზოგს, ხო? ეს არ არის ჩემთვის საინტერესო. მე ეგ ამბავი არ მაინტერესებს. გასაგებია. ხო და ეს გამომყვა ეს ყველაფერი რაც ჩამოთვალე და უზომოდ მადლიერი ვარ ჩემი მშობლების, მამაჩემი სამწუხაროდ ისე წავიდა ამ ცხოვრებიდან, რომ არ ეღირსა აფხაზეთში წასვლა, იქ კიდევ ერთხელ ნახვა თავისი სახკარის რაზეც ძალიან გული მწყდება, იმიტომ რომ ის ყოველი დღე ამით ცხოვრობდა. და აი ჩემს შვილებს, თავის შვილიშვილებს სულ ამაზე ესაუბრებოდა. მაგრამ ერთი ის არის, რომ აფხაზეთიდან, როდესაც გარდაიცვალა და დაკრძალვა იყო, აფხაზეთიდან მას გულგრიფშიდან, ჩვენი ეზოდან ჩამოუტანეს მიწა, რომელიც გულზე დააყარეს და ეს არ ვიცი არის თუ არა შვება მისთვის ან ჩვენთვის კი სადღაც ცოტათი მაინც, მაგრამ ის საერთოდ სხვა რამ იქნებოდა, რომ ამას მოსწრებოდა და ბევრი ადამიანი ის ვერ მოესწრო, მაგრამ ბევრი ადამიანი მოესწრება, მე ამ რწმენით ვცხოვრობ. თან ეს მიწა იცით როგორ ჩამოიტანეს 2020 წელიღაც კოვიდის პერიოდი. ჩაკეტილი იყო. ეს ადმინისტრაციული საზღვარი, სადაც საოკუპაციო ხაზი გადის და ენგურზე გადმოიტანა, გადმოცურა ენგური იქ სამწუხაროდ ისეთი ცუდი ფაქტები მოხდა, როდესაც დაგუბებული გაუშვეს და მოკლეს პირდაპირ ადამიანები და მან გადმოიტანა ეს წყლით რო არ დასველებულიყო, ესე მაღლა ეჭირა ხელში ეს მიწა პატარა ტომარაში და ესე გადმოიტანა და მოესწრო აქ გასვენების დროს და ხო რა ვიცი. რავი ძალიან მძიმე ისტორიებია ზოგადად და ყველაფერი დაკავშირებულია მაინც აფხაზეთთან. ჩვენ ამით ვცხოვრობთ, აი მაგალითად დამოკიდებულება რუსეთის მიმართ და ეს უამრავ ადამიანს აქვს, იმიტომ რომ ის ჩვენი დამპყრობელია, მაგრამ აი მთელი სიმძაფრით ვინ არის ამ ყველაფრის ავტორი, მთელი სიმძაფრით მოდის იქიდან. ნამდვილად. და აი რუსეთი როგორც შემოქმედი ამ ყველაფრის, აი
საქართველოს დაქცევის მაგ პერიოდში როგორც შემოქმედი როდესაც იზრდები კითხულობ კიდევ უფრო უღრმავდები ისტორიას ხო რომ ეს 92-ში კი არ დაიწყო 200 წლის წინ დაიწყო ხო მაგრამ აი მთავარი რა არის რა ამძაფრებს ადამიანში აი ამ განცდას რომ ეს შენ გადაიტანე შენს თავზე ისტორიის წიგნებიდანაც იცი და შენ გადაიტანე შენს თავზე და იცი ვინ არის შენი მტერი ამიტომ შეიძლება ვიღაც ცოტა სხვანაირად ფიქრობს მაგრამ მინდა იცოდნენ ამ ადამიანებმა რომ აი რატომ არის კატასტროფულად მიუღებელი გაუგებარი ან როგორ შეიძლება რუსეთ-უკრაინის ომში შენ გულშემატკივრობდე რუსეთს გულშემატკივრობდე რუსეთს ეს ჩემთვის არის წარმოუდგენელი იმიტომ რომ ჯერ ერთი ხედავ ამ ხელა ბოროტებას და უკრაინა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა და მე სახლში დაბრუნების გზა ჩემი სახლში დაბრუნების გზა რაზეც ამდენი ხანი ვისაუბრეთ გადის მათ დამარცხებაზე რუსების დამარცხებაზე გადის ახლა ჩვენ ვართ რეალობის წინაშე როდესაც რუსეთი ან მთლიანად საბოლოოდ გადაყლაპავს საქართველოს ან ჩვენს თავისუფლებას შევინარჩუნებთ რუსეთი დასუსტდება და ეს იქნება პირდაპირ გახსნილი გზა არა სამხედრო თვალსაზრისით რუსეთის ფაქტორი მოიშლება და შემდეგ აფხაზეთის საკითხიც გადაწყდება და არა მარტო აფხაზეთის არა ცხინვალის და აფხაზეთის ხო აი ამ კონტექსტში როდესაც ხარ როგორ შეიძლება შენ რუსეთის მხარეს იყო ან როგორ შეიძლება შენ საერთოდ თუნდაც არაფერს ამბობდე ამ ამბავზე ხო გიორგიზე უნდა ვილაპარაკოთ. გიორგი რაღაცა ყველასთვის ვინც იცნობდა მას, მართლა მოუშუშებელი ტკივილია და ეს იქნება ალბათ ყველა ადამიანის რაღაც სიცოცხლის ბოლომდე გავყვება ეს ყველას. ყველა მიცის, რომ გიორგი მეგობრობდნენ და სიკვდილამდე 3 დღით ადრე ვნახეთ ერთმანეთი, ბათუმში იყო. და ბოლოს უკვე როდესაც ერთმანეთს ვემშვიდობებოდით ეს იყო 24 წლის წინ. მოვილაპარაკეთ, რომ შემდეგ პარასკევს საღამოდან ისევ უნდა ჩამოსულიყო ბათუმში და ნუ მე მოხდა ის რაც მოხდა. როგორ გახსოვს გიორგი შენი ბავშვობიდან, აი ეხა მეგობრებს შეუძლიათ მართლა დაუსრულებლად ისაუბრონ, ხო, გიორგიზე და ეს იყო რაღაცა, არ ვიცი, მაშინაც როდესაც იყო ბათუმში, ბათუმის ბულვარში, ბუნგალოში ვისხედით და იქ რაღაცებზე ძალიან ბევრი ვიცინეთ. და რაღაც ისეთი მოგონებები მაქვს, მოკლედ მასთან დაკავშირებით. აი, შენ მინდა რომ გაიხსენო შენი გიორგი. კი. არ შემიძლია არ ვთქვა, აი, როდესაც ბათუმი ახსენე. ბათუმში რომ მოდიოდა, ჩვენ გამოგვიარა გზად. მე ვნახე 5 დღით ადრე. გიორგი აი რო თქვა ეს სიტყვები მისაბაძი და ამას აღარ ვიტყვი, იმიტომ რომ აი იცი რა მინდა ვთქვა, რაღაც განსაკუთრებული ადამიანი იყო. მაგრამ ერთია ოჯახში ჩვენ როგორც ვიცნობდით და ერთად ვიზრდებოდით და რა ვიცი მე ვიყავით სამივენი და ახლა ეს კიდევ ერთი ეპიზოდია, მაგრამ უამრავი რამ დღემდე მესმის სხვებისგან. და ეს მეორე მხარეა გიორგისი, ხო? აი დღემდე ვიღაცები მეუბნებიან, რომ აი მე ვიცნობდი გიორგის. 24 წელი გავიდა. მე ვიცნობდი გიორგის და გაიხსენებენ რაღაც კონკრეტულ ისტორიას. ადამიანები, რომლებიც საერთოდ ჩვენს პროფესიასთან არ არიან დაკავშირებული და ჩემს გაკვირვებას იწვევს, როგორ შეიძლება ამდენ ადამიანთან მოგესწრო კომუნიკაცია. გიორგი ამ ხრივ იყო აი გამორჩეული. მისი არ ვიცი შინაგანად ჰქონდა იმხელა ენერგია და ადამიანებთან კომუნიკაციის ისეთი უნარი მოხიბლა ადამიანების ბუნებრივად
წარმოუდგენელი ქარიზმის ადამიანი იყო. მე როგორ ახერხებდა ამის პარალელურად წაეკითხა უამრავი წიგნი. მე როგორ ახერხებდა ამის პარალელურად ყოფილიყო ყოველთვის შუაგულში თავის კოლეგებთან ერთად. ისეთი შთაბეჭდილება იყო, რომ ერთი დღე უბრალოდ არ ყოფნიდა მის რიტმს, მის ენერგიას და ჩემი თქმა ამას არ ჭირდება, იყო საოცრად ნიჭიერი ადამიანი. საოცრად ნიჭიერი ადამიანი, ხიარული ადამიანი, აი ლაღი და მთავარი, რასაც ასევე ვიტყოდი, უშიშარი სრულიად. აი რისკის მოყვარული. ყოველთვის ჰქონდა ჩვენ ეს შეგრძნება, თან იყო ჟურნალისტი 90-იანი წლების საქართველოში, ეს უზარმაზარ რისკებთან იყო დაკავშირებული და სულ იყო ეს შეგრძნება საფრთხის. მაგრამ აი როდესაც მას გაესაუბრებოდი, აქეთ ისეთი ენერგია მოდიოდა, აი როდესაც ხედავდი ცოცხლად და გესაუბრებოდა, გეგონა რომ ამ ადამიანს არასოდეს არაფერი არ დაემართება და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. მაგრამ ეს ასე არ არის, იმდენად სახიფათო პროფესია ახლაც იყო ყოველთვის და იყო 90-იანებშიც. რომ მუდმივად ეს საფრთხე ახლავს შენი პროფესიის გამო შეიძლება მოგკლან. აი ეს საფრთხე არის და ეს საფრთხე დგას ახლაც და აი მე იმდენად მძიმედ აღვიქვი ჩვენი ლექსოს ამბავი ლაშქარავას ძალიან მძიმედ, იმიტომ რომ აქ იყო ერთი მხრივ ის რაც მოხდა ლექსოსთან დაკავშირებით, რაც მას გაუკეთეს და მერე მიცვალებულთან ბრძოლის ეტაპი. ანუ აი რაღაც ორმაგი მკვლელობის ეტაპი, აი და საქმის ფალსიფიცირება და შეთანხმება და რუსული ხელწერა, ეს კგბ-შნიკური ხელწერა, რაც გიორგისთან მიმართებაში გააკეთეს რეალურად. რა არის იცი და რა სამწუხაროა რომ ამდენი ხანი გავიდა და აი ეს რისკები ასე ცოცხლად დგას ახლა. საქართველოში ყველა პროფესიის, ხა ჩვენ ჟურნალისტიკაზე ვსაუბრობთ კონკრეტულად, ყველა პროფესიის მიმართ და მინდა გავიხსენო ერთი ისტორია, აი გიორგი თარგამაძე ახსენე და არ შემიძლია არ ვთქვა ამის შესახებ. როდესაც ან მე ბოლო მისაღები გამოცდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე უნივერსიტეტში, ჩავაბარე ზუსტად 1 წლის თავზე. და ეს დღე დაემთხვა გიორგის მკვლელობის დღეს 26 ივლისს და მაღლიბში მქონდა გამოცდა და მე იქიდან ჩამოვედი სასაფლაოზე. ის დღე მახსოვს მკაფიოდ და მე მახსოვს იმ დღეს გიორგი თარგამაძე გამოვიდა რუსთავი-2-ს ქონდა მასთან როგორც გიორგის მეგობართან ინტერვიუ და იქ თქვა რომ აი დღეს ვახოს ანაია გახდა ჩვენი კოლეგა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და ისე ნათლად მახსოვს ეს და საერთოდ მე ვერ წარმოვიდგენდი რომ აი ახლა მე და გიორგი ერთად მუშაობთ მე და ვახსენოთ აუცილებლად ამ ორ ადამიანთან ერთად მათე რა თქმა უნდა მათე რომელთანაც ასევე მუშაობდა მე და მათეს კიდე ეს გამოცდების პერიოდის ცალკე იცი რა მაინტერესებს აი ქონდა გიორგის გავლენა გიორგის ფაქტორს შენს მიერ ამ პროფესიის არჩევაზე თუ არა რაღაცნაირად ისე მოხდა რომ სხვა ალტერნატივა არც განიხილებოდა ხო აი ასე მოხდა რაღაც თავისით და გიორგის მკვლელობის ამბავს ქონდა ამაზე რა თქმა უნდა გავლენა შეიძლება სხვა პროფესია შეიძლება ეს პროფესია ამერჩია მაგრამ უფრო სპორტული მიმართულებით გამომდინარე შენი ფეხბურთის მიმართ დიდი სიყვარულისა ხო აქედან გამომდინარე და არ ვიცი რა როგორ იქნებოდა მაგრამ როდესაც გიორგის მკვლელობა მოხდა და შემდეგი პერიოდი წამოვიდა უკვე 1 წლის თავზე მე მომიწია ჩაბარება რაღაც სხვა არც ყოფილა ჩემს გონებაშიც არ ყოფილა რაიმე სხვა იცი რა ვიღაცები გადარებენ ხოლმე გამსგავსებენ გიორგის რაღაცაში შეიძლება ვგავართ მაგრამ სხვადასხვანაირები ვართ ხასიათებით რა მე კიდე ჩემი რაღაც თვისებები მაქვს გიორგი კიდე უფრო სხვანაირი იყო ისე რა სულ რაღაც დამთხოვები
იყო მოვხვდი იმავე ფაკულტეტზე, მოვხვდი იმავე შენობაში, სადაც გიორგი სწავლობდა, მოვხვდი იმავე ლექტორებთან, რომლებიც გიორგის ასწავლიდნენ. მე მოვხვდი იმ ხალხთან, ვისთან ერთადაც გიორგი მუშაობდა და მეგობრობდა. ერთი სიტყვით, აი ამ სივრცეში, როდესაც შემოდიხარ, მე ამ სივრცის ძალიან ემოციური იყო რუსთავიორში რო დაიწყე. ხო. საღამოშიდობისა რუსთავიორის პირდაპირ ეთერშია ღამის კურიერი, დღის მთავარ თემებს გიორგი სანაია წარმოგიდგენთ. კურიერი 9 საათზე ამით დასრულებულია, გიტოვებთ იმ რეპორტაჟების ანონსს, რომელსაც ხვალ 9 საათზე კურიერ პოსტსკრიპტუმში ნახავთ. მე გემშვიდობებით, ნახვამდის. ეს ხალხი აი თქვენ ყველას რომ გიყურებდით, არ ვიცოდი ტელევიზიაში აღმოჩნდებოდი თუ არა საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ თქვენ ყველანი იყავით, რაღაც აი გიორგი იყო თქვენი ნაწილი და თქვენ ჩემი ცხოვრების ნაწილი იყავით, მიუხედავად იმისა, ვიცნობდი თუ არა ყველას პირადად და ძალიან ესე ბუნებრივად აღმოჩნდი თქვენი ნაწილი ყველასი და ეს ძალიან მახარებს. თუმცა აი მეორე ამბავი ის არის, რომ აი ეს ერთი დიდი ამბავი, რასაც მკვლელობა ქვია და მე ჩემი შემოსვლა ამ პროფესიაში, აი ერთი მხრივ მაგალითად ჩემი მშობლებისთვის იყო რაღაც, ხო, აი ორი მხარე აქვს. ერთი არის რომ ემოციურად თქოს გრძელდება რაღაც ეს საქმე ისევ გააქვს ბმა ოჯახს ამ პროფესიასთან, ხო, აი შენი კიდევ ერთი შვილი ამ პროფესიაშია და აი ეს მინდოდა ზუსტად მე თქვა, ხო, ეს ხაზი შიშის რაც დატოვა მანამდე ხო ვამბობდი რომ მანამდე სულ ეს პროფესია ისეთი სახიფათო იყო სულ რაღაც საფრთხის განცდა ქონდა ოჯახს მე ეს გაგრძელდა ყველაზე რთული არის არა ის რაც შენ შეგემთხვევა როგორც ჟურნალისტს ამ ქვეყანაში ოჯახის წევრები როდესაც რაღაცას ძიმედ განიცდიან ხო შენ გიწევს მე რომ დაამშვიდო მათ იციან ძალიან კარგად ჩვენ რა გზა გვაქვს არჩეული და ეს რა რისკებთანაა დაკავშირებული ახლა დიქტატურაში როდესაც ცხოვრობ და რუსების პირისპირ ხარ ამ ბრძოლაში თითოეულმა ჟურნალისტმა იცის რა რისკების მატარებელია და შეგნებული არჩევანია და შენ არ გეშინია როცა ამ პროფესიაში ხარ არ გეშინია არაფრის მაგრამ აი ოჯახის წევრებზე გადადის ეს ტვირთი ეს მათთვის არის ძიმე და არა ჩვენთვის თუმცა მათაც იციან რომ გათვითცნობიერებული აქვთ ეს ყველაფერი მაგრამ ხო იცი ახალბედზე უფრო ნერვიულობ ხანდახან ვიდრე საკუთარ მშობლისთვის თან შენ მით უმეტეს არასოდეს არ ჩერდები მუდმივად ბრძოლაში ხარ და ნუ ბოლოს 5 დღიან პატიმრობაშიც გაგიშვეს მე მაგალითად არ ველოდებოდი რომ დაგეჯერდნენ მე კიდევ არ ვუშვებდი იმას ალბათ რაღაცა იმ გულუბრყვილოთა სიაში ვარ ვისაც არ ეგონა რომ აი მე ნუ შენს მერე მოვაყოლეს ქეითა ციცქიშვილი ნიკა პატარაია ჩვენი ოპერატორიც ჟვანია ხო ნუ წარმოუდგენელი ამბავი ხდება ნუ ჩემ მართლა ვერ ვიფიქრებდი რომ საქართველოში გზის გადაკეტვის გამო და პირბადის ტარების გამო ჟურნალისტებს ჩასვავდნენ ციხეში. შენი ემოცია მინდა რომ გაიხსენო აი მანქანა. ქვემოთ ჩავედი უნასთან ერთად და შემდეგ გამოგვიარეს და გავაგრძელეთ გზა. არ ვიცი აქ მიდარაჯებიან თუ არა და იფიქრეს რომ მე ამ ბავშვს რა უყოთ ამას თუ დავიჭერთ საწავეყვანოთ ეს ბავშვი მაგრამ მე როდესაც მანქანაში ჩავსხედით და იქ დაინახეს რომ სხვაებიც იყვნენ კეკელიძეზე გაგვაჩერეს და ზუსტად ავტომანქანაში ტაქსის მძღოლთან ამაზე ვსაუბრობდით და მე მქონდა ეს მოლოდინი სრულიად გათვითცნობიერებულად მივიღე მონაწილეობა ამაში და მან გადიოდა ასე ვთქვათ ხაზი ისინი ხო უყურებდნენ ახალი მიღებული კონდათ ეს ვითომ კანონი და მოლოდინი კონდა ზუსტად ამ თემაზე ვსაუბრობდით და თან სკროლავდი ტელეფონს და გახსნილი მქონდა კარდი ლარა ნაჭყებია დააკავეს რომელიც შემდეგ სასამართლოში ვნახე და ეს მქონდა გახსნილი და ნუ ცოტა ხანში მე ჩემი კარდიც დამზადდა. საქმე ის არის რომ როდესაც ანუ დღეს კი გვეცინება მაგრამ ნუ არ არის ასაცილო ეს ამბავი რა. არ არის იმიტომ რომ ეს არის დიქტატურა და დიქტატურის გამოვლინება. მაგრამ
ყველაზე მთავარი რა არის, როდესაც გათვითცნობიერებული გვაქვს ადამიანებს, რას ვუპირისპირდებით ჩვენ რეალურად, აი რუსეთი, რომელიც აქ ამყარებს კი რა არის დიქტატურა უკვე, თუ ციხეში მოხვდები, შენ იცი რომ სწორად ზიხარ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. შენ იცი რისთვის ზიხარ. ხო, აბა დიქტატურაში თუ ცხოვრობ და გიჭერენ, სწორად გიჭერენ, ესე იგი სწორად აკეთებ რაღაცას, აბა ისე რატო დაგიჭერენ აგერ. არ იჭერენ მაგალითად ვიღაც კორუმპირებულებს, ვიღაცებს იჭერენ, ოღონდ იმიტომ იჭერენ, რომ ფული უკან მიატანინონ, ხო? ეს რა დაჭერაა. ეგ სხვა რამეა. და როდესაც სინდისის პატიმრები ყავს, ეგ კიდე სხვა რამეა. და ამ დაჭერას ხო სხვადასხვა ფორმა აქვს, არა? ამისი გამოვლინებაა, როდესაც თავს ესხმიან ჟურნალისტებს დეზინფორმაციით. ესეც ნაწილია ამის, ხო, ვიღაცას მოუწია ციხეში ჯდომა, ვიღაცას სხვანაირად უსწორებენ ანგარიშს, ასე ვთქვათ. გარეთ ფიზიკურად რომ არის ადამიანი, ეგ არ ნიშნავს, რომ ერთი დიდი საპყრობილია ქვეყანას უნდათ რომ დაადონ ბორკილები მთლიანად თელ ქვეყანას, მაგრამ როცა ამას აკეთებენ შენ წინააღმდეგ, ეს კიდევ უფრო მეტ ძალას გაძლევს. ესე იგი, ტკივნეულია ის, რასაც შენ აკეთებ ამ რუსული რეჟიმისთვის. ამიტომ ხდება, აი ვიღაცას რომ ტროლბოტებს შეუსევენ, ესე იგი, ტკივნეულია, რასაც ის აკეთებს. და ეს ყველაფერი ციხე, ამ ზოგს ციხე ქვია, ზოგს დეზინფორმაცია, ეს ყველაფერი ამის გამოვლინება. ჩვენ ყავს სამაგალითო ხალხი ციხეში, აი სინდისის პატიმრები, იმდენი ადამიანია უკვე აი ჩამოთვლასაც არ ვიწყებ, მაგრამ აი ნინო დათაშვილს ჯანმრთელობაზე რა დამართეს, ზია ამაღლობელს, მათ სახელებს და გვარებს რო ვამბობ, მინდა რომ უხერხულობისგან ჩემი თავის გამო სადღაც კუთხეში გავდგე, იმიტომ რომ ისინი მათ რაც გადაიტანეს და ისინი რასაც აკეთებენ ამ ქვეყნისთვის, საერთოდ როგორ შეიძლება შეედაროს საერთოდ სხვა რამე იმას, რაც თუმცა ამით ერთი წამით არ ვაუბრალოებ, როდესაც ადამიანები ამბობენ რუსთაველი უნდა გადაიკეტოს, მიდიან და გადაკეტავენ ადამიანებს. ეს ძალიან მაგარი ხალხია. სასჯელის ზომაში კი არ არის, რის გამო გიჭერენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვიჭერენ იმის გამო, რომ სწორ საქმეს ვაკეთებთ. ყველა პოლიტპატიმარს, სინდისის პატიმარს მინდა აი არ დავიღლები მადლობის გადახდით, რასაც ისინი აკეთებენ ამ ქვეყნისთვის. ყველას მოკითხვა, ყველას სოლიდარობა, ნამდვილი გმირები ყავს ციხეში. მეგუსამართლობა დასრულდება. ისინი ციხიდან ძალიან ბევრს აკეთებენ იმისთვის, რომ პროტესტი უწყვეტია და ჩვენ რაც შეგვიძლია, აი ერთი წვეთით თუ შეგვიძლია მივეხმაროთ იმას, რომ მე დიდი ზღვა შეიქმნას, რომელიც წალეკავს ამ რეჟიმს. ყველაფერი უნდა ვცადოთ და ვქნათ ამისთვის და რაც შეგვიძლია ვაკეთებთ. ვახო, ეს არის სამსახური. მოდის გვია, მით უმეტეს ეხლა ძალიან დატვირთულია. ერთადერთი დღე, როცა ისვენებს, ეს არის შაბათი და აი შაბათს საღამოს არის სახლში. შაბათი დღე ეს არის, როდესაც ანისთან აქვს ურთიერთობა და ეს გამოიხატება იმაში, რომ ეთამაშება. ეს არის ვებხობანა, როდესაც ერთმანეთს ებრძვიან, ბურთით, ფეხბურთის თამაში და რაღაცა ვიდეოებს უყურებენ კიდე ერთად. ჩემი ოცნება იყო ბავშვობაში, რომ ჟურნალისტი გამხდარიყავი, სულ სხვა პროფესიაში ვარ ეხლა, მაგრამ ეხლა მივხვდი რა რთულია ეს პროფესია, თურმე ვერ წარმოვიდგენდი და თუ შიგნით არ ახარ, ვერ წარმოიდგენ მართლა ეს რა რთული პროფესიაა. ჯერ მით უმეტეს ჩვენ ქვეყანაში, როდესაც ესეთი დაძაბული სიტუაციაა და სახში რომ მოდიხარ, აი ეს ყველაფერი თავიდან რო არ ამოგდის და ამით ცხოვრობ. მე ვადაპტირდი ამ ყველაფერთან და ყველანაირად ვცდილობ რომ ხელი შევწყო. ვახო, ვიცი რომ თამუნა არ იყოს საქართველოში, როდესაც შენ დაგიყვანეს, აი რო გამახვედი მისი ემოცია მაინტერესებს, როგორი იყო, რო გაიგო ალბათ მოგიყვა. თამუნა რომელი ცოლი არ ინერვიულებს, როდესაც რაღაც ხდება მისი ქმრის
თავს, თუნდაც პატარა დეტალი იყოს ეს, მაგრამ რაღაც ხდება, ყველა ნერვიულობს ამაზე. მე რაღაცნაირად ემოციურად მზად ვიყავი. თვითონაც მამზადებდა ამისთვის, რომ აი რაღაც უამბობდა, რომ არა უშავს თუ რამე მოხდა, დავისვენებ, აი რაღაცნაირად სულ აპარაკობდა ხოლმე ამაში. და მე თითქოს ემოციურად მზად ვიყავი, რომ გავიგე ეს ამბავი. მარიამთან ერთად ვიყავი, ჩემ შვილთან ერთად იმ წუთას და თითქოს მაგრა ვიყავი, მაგრამ მე აღმოჩნდა, რომ აი 9 საათი საერთოდ რას ქუჩაში ვიყავი და საერთოდ რას ვაკეთებდი არ მახსოვს, ანუ ვის ვურეკავდი, რას შვებოდი, რაღაც გზა გავიარე და საერთოდ არ მახსოვს ეგ ეპიზოდები 9 საათი. მე მიყვებოდა ჩემი შვილი ამ ამბავს, როგორ ვიქცეოდი. ყველაფერს ველოდები სინამდვილეში. ხა იმდენი პროფესიის ადამიანი დაიჭირეს, ჩემი კოლეგები, ექიმები, ჟურნალისტები, პედაგოგები, მსახიობები, რომ უკვე აღარ მიჭირს იმის დაჯერება, რომ მზია ამაღლობელი საერთოდ რის გამო არაფერი არ მიკვირს და მე მხარს ვუჭერ. ანუ კი, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ მგონია, რომ ყველამ უნდა იბრძოლოს, ვის როგორც შეუძლია. თამუნა შეგუებულია ამ ყველაფერს, შეგუებული კი არ არის, აქტივისტია თავისი ბუნებით. აქციებს, აი როდესაც აკავებდნენ, ერთი ეპიზოდი იყო ესეთი, აი ნოემბრის თუ დეკემბრის რეპრესიების დროს, ხელიდან სტაცებდა პირდაპირ ახალგაზრდებს ამ პოლიციელებს, ძალიან მებრძოლია და აქტივისტია, შემიძლია ვთქვათ, ამამა თამუნაზე, ამიტომ ჩვენ გათვითცნობიერებული გვაქვს, რომ ხან ისწავა ციხეში ალბათ და ხან მე და ან ორივე ერთად რომ ელოდებოდა გათვითცნობიერებული აქვს, ანუ ყველაფერი გააზრებული აქვს, მაგრამ გააზრებული ვერაფრით ვერ ექნებათ ბავშვებს. ხო. ბავშვებისთვის ხო, ეს არის ბავშვებისთვის ძალიან დიდი სტრესი. თან როდესაც მე დამაკავეს, უნდა იქ იყო და გადმოვიდა მანქანიდან და უყურებდა ამ ყველაფერს და იმ კოცნას უნას ვუგზავნიდი სინამდვილეში და შემდეგ დედამ აუხსნა უნას, ეგ ტაისია იყო კიდევ და აუხსნა რაღაცები, მაგრამ როდესაც მოვედი სახლში უნას რომ მკითხე შეეშინდა თუ არა, მითხრა რომ ცოტა შეეშინდა და ეს ცოტა შეეშინდა სინამდვილეში ძალიან შეეშინდა. ხო, ამიტომ ერთი კარგი იქნებოდა რომ ბავშვი არ შესწრებოდა ამ ამბავს. სანი საერთოდ ყველაფერს ხვდება, საერთოდ პატარაა, მაგრამ ყველაფერს ხვდება და ვცდილობთ რომ ტელევიზორს სადაც საინფორმაციო ან რაღაც დრამატული ხდება, მოვარიდოთ. იმიტომ რომ ძალიან განიცადა, მაგალითად შეესწრო, ეგ თამაშობდა და უცებ როდესაც თამუნამ გადართო ტელევიზორი TV პირველზე, ეს მოულოდნელად მოხდა ეს ამბავი, მაკა ჩიხლაძის ამბავი და მაკა ჩიხლაძეზე გიждდება უბრალოდ და ყველას ეკითხება ყოველთვის როგორ არის მაკა ჩიხლაძე, იმიტომ რომ ეს საშინელი თავდასხმა მაკაზე დაინახა სანიმ და ამის შემდეგ ძალიან ესე იყო დაითრგუნა, სულ ამას კითხულობდა, უნამ ყველაფერს ხვდება სანიზე ცოტათი უფროსია და თანამ ამბავს შეესწრო უფროსები უკვე 17 წლის არიან, ხვდებიან, მაგრამ ნერვიულობას ოჯახის წევრებისა ჩვენ თავიდან ვერაზუსს ვერ ავიცილებთ, იმიტომ რომ ჩვენც ანალოგიურად ვინერვიულებდით ჩვენი ოჯახის წევრებზე, თუმცა ის რომ გაცნობიერებული გვაქვს, რომ სწორად ხდება ყველაფერი ჩვენ თავს სინამდვილეში და ლოგიკურად ეს ეხმარება ადამიანს იმაში, რომ რაღაცა პატარ-პატარა სირთულეები გადალახოს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა შენ, დიდი მადლობა ყველა ჩვენ კოლეგას, რომელიც მართლა თავის საქმეს აი ესე ჯიუტად აკეთებს და მიყვება იმ სიმართლეს, რასაც ამ ქვეყნის გამარჯვება ქვია. რაც მთავარია, უნდა შეუერთდა შენს განცხადებას და თავისუფლება ყველა ჩვენს სინდისის და პოლიტპატიმრის. თავისუფლება. და თავისუფლება მზია ამაღლობას როგორც ჩვენს კოლეგას. თავისუფლება მზიას, თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს საერთოდ ყველა udanašaulot უსამართლოდ დაპატიმრებულ ადამიანს. მადლობა. დიდი მადლობა.